დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი გააქტიურდა. 8 იანვრის სხდომაზე მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრმა ფილ ბრიკერმა თქვა, რომ ოცნების საპატიო თავმჯდომარე დასანქცირებული უნდა იყოს მაგნიცკის აქტით. გლობალური ანტიკორუფციული რეჟიმით და ხაზი გაუსვა, რომ მისი ამ დრომდე სანქციების მიღმა ყოფნა ცუდ სიგნალს უგზავნის სხვა კლეპტოკრატებს მსოფლიოში. გარდა ანტიდასავლური და რეპრესიული პოლიტიკისა, ფილ ბრიკერმა ლონდონში სახელმწიფო მინისტრს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით დაინტერესების კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითა და ეს ყულევის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას შეეხება. გასული წლის ოქტომბერში სწორედ ამ ქარხანამ მიიღო რუსნეფტის ნავთობი, რომელიც მოგვიანებით დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა როგორც კომპანია, რომელიც კრემლს უკრაინაში ომის წარმოებასა და დაფინანსებაში ეხმარება. გაერთიანებულმა სამეფომ სრულიად სამართლიანად დაასანქცირა ზოგიერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ჟურნალისტებსა და მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, რაც მისასალმებელია, თუმცა როგორც მინისტრმა იცის, მე ვთვლი, რომ ეს არ არის საკმარისი და დანაკლისი თვალშისაცემია. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, გაერთიანებულმა სამეფომ ვერ შეძლო ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ადამიანის, რომელიც ფართოდ განიხილება როგორც საქართველოს პოლიტიკურ კურსზე გადამწყვეტი გავლენის მქონე პირი. ივანიშვილს შეიძლება სანქციები დაუწესდეს ნებისმიერი ჩვენი რეჟიმის ფარგლებში, იქნება ეს მაგნიცკის, გლობალური ანტიკორუფციული თუ რუსეთის სანქციების რეჟიმიც კი მისი კრემლთან არსებული კავშირებისა და მოსკოვის წინაშე აშკარა ქედმოხრის გათვალისწინებით. რაც შეეხება საქართველოს, სწორედ ამ დილით შემატყობინეს, რომ ქართულმა ოცნებამ გაზარდა ყულევის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის სახელმწიფო დაფინანსება, რომელმაც როიტერის ინფორმაციით გასული წლის ოქტომბერში რუსული ნავთობის პირველი პარტია მიიღო. თავად ეს ქარხანა დაკავშირებულია ვლადიმერ ალექსეევთან, რუსეთის გრუს უფროსის პირველ მოადგილესთან. აქ იკვეთება სანქციების დარღვევის აშკარა გზა და იმედი მაქვს ეს დაემატება ივანიშვილის ბრალეულობათა ნუსხას. მე ნამდვილად არ გთავაზობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საგარეო პოლიტიკის ყველა ასპექტში მიუყვეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი გადაწყვეტილება მართებულია. სანქცირებულ ხელქვეითებსა და გარემოცვა შეუძლია გარკვეული გავლენის მოხდენა, მაგრამ მოდით ვიყოთ პირდაპირები. თევზი თავიდან ლპება. ჩემი შიში ის არის, რომ ჩვენი დუმილი ივანიშვილის მიმართ არასწორ სიგნალს უგზავნის პოტენციურ კლეპტოკრატებს მთელ მსოფლიოში. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ. მისი თქმით, სანქციები ძლიერი ინსტრუმენტია და ლონდონი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. სანქციები ნამდვილად არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც ჩვენ გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება და ზოგადად კანონის უზენაესობა. 2025 წელს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 29 პირს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ადამიანის უფლებების დაცვის გლობალური პროგრამის ფარგლებში. მოლდოვაში პრორუსული ჯგუფებიც იყვნენ სამიზნე. სანქციები მიმართული იყო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და მოსამართლეების, ასევე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრიან. სანქციები მართლაც ძლიერი ინსტრუმენტია უსაფრთხოებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად და ლონდონი გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. დაასანქცირებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათი ლიდერი დე-ფაქტო სანქციების ქვეშ უკვე რამდენიმე წელი არის, მიზანი კი შანტაჟია. თუ ოცნების წევრებს დაუჯერებთ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა და არა საკუთარი ფინანსური კეთილდღეობა. უკვე არაერთი წელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე-ფაქტო სანქციები არსებობს და ეს გამოყენებულია შანტაჟის მექანიზმად იმისათვის, რომ როგორმე ზეწოლა მოახდინონ, იმისათვის ისევ და ისევ, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული იქნას გადაწყვეტილება, მაგრამ ეს სანქციები და შანტაჟის მექანიზმები არ მოქმედებს, ყველამ კარგად დაიმახსოვროს, არ არის მთავარი მატერიალური და ფინანსური რესურსები ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარისთვის, მთავარია რა სჭირდება ქართულ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. ასევამისად ეს განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით უბრალოდ ღიმის მომყოლიც კი აღარ არის, საერთოდ აღარავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დიდმა ბრიტანეთმა 2025 წლის 10 აპრილს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა ქართული ოცნების ხელისუფლების 4 მაღალჩინოსანს. ყოფილ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს მირზა კეზევაძეს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროს კარლო კაციტაძეს. მანამდე 2 აპრილს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიას დაამატა მოსამართლეები, სასამართლოს კლანის წევრებად მიჩნეული ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე. კიდევ უფრო ადრე ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილსა და პოლიციის კიდევ 3 მაღალჩინოსანს დაუწესა სანქციები. ბოლოს 19 სექტემბერს ბრიტანეთმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რომანოვი და პრორუსი ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაასანქცირა.